ასე რომ გადარჩენილი. კიდე კაი წარუმატებელი ვარ და არა ვირე. 14 წელს ასაკში დავიკიდე რომ მივხვდი რომ აღარ ვიზრდებოდი სიმაღლეში. პიქს რომ მივახცე მაგარი სტუდია არის Dreamworks-ი რა. საუკეთესო არის. აი ხო იცი თამაშებში როგორც არის Rockstar-ი. არა Dream სადაც ურევი არაფერი აღარ მომწონს. შეიძლება ხო გაუმარჯოს მაყურებელს, მისაყოლებელი პოდკასტი არის თქვენს წინაშე და ჩვენი სტუმარია უსაყვარლესი, უთბილესი და უკარგესი ადამიანი ოთო ბენიძე. აი საკუთარ ხელზე იყოს. აი ჩემი ძმა ხარ. შენ გენაცვალე. მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა რომ დამპატიჟეთ. პირიქით ვამბობდი თქვენს პროდიუსერს აქვია ლალის ვეუბნებოდი ხოლმე რომ მეთქი როდის უნდა მომიწიოთ მანდ მეთქი იმიტომ რომ ჩემნაირებთან მინდა საუბარი მეთქი. სხვათა შორის კი გვაქვს დაფა. ხარჯანს კედლის მხარეს არის, რომელზეც შენი სახელი წერია, თუ გაინტერესებს. ანუ ეს არისო რაღაცა აი ვენაცვალე, როგორ იცის ხოლმე რა. ეს არისო იმპროვიზაცია, სტუმრების სიაში ყავდი და გათვალისწინებული იყო. რა ასუყურებ, არ გჯერა, თუ უნდა წაშალო. იმ დაფაზე ისო წერია, ვინმე თუ არ გითხრა ამას დაურა. ცალკე დაფარო არის. აბა შენ არ პატიჟებ. ვაი, ბიძია. მე ახლა თქვენს გამო ახალი გადაცემა დავიწყე და რა ვიცი, ძმაო. მერე მაგას არ უნდა ლაპარაკო, შენ ცოტა ირონიული არის, ძმაო. მე ახალი გადაცემა დავიწყე და ნახოთ მალე ჩემარხს. რამე ახალი და ისეთი ინოვაციური არ არის, მაგრამ ბირპონგი არის და მე მგონი ბირპონგზე ყველაზე შესაფერი ხალხი თქვენ ხართ. როდის უნდა დაადო ეგ გადაცემა, იმიტომ რომ მალე დაიდება. დაიდება ეს და სავარაუდოდ პარასკევამდე დაიდება, მაგრამ შევეცდები რომ თქვენს მერე და არ ვიცი, აზზე არა ვარ. ნუ რაც უნდა იყოს წარმატებები გენასვალე, მე მიხარი უეჭველი უნდა მოვიყვანოთ. შენ გენაცვალე. თქვენ უეჭველი უნდა მოვიყვანოთ, იმიტომ რომ თემატურად სხვანაირად ვერ გამოყვა. შენ გენაცვალე, შენ ჭირ. გუნდიში რამე კითხვა ხო არ გაქვს სტუმართან გამონაკლისის შემთხვევა. გელოდებოთ ეხლა როდის ისასავებდით, თორე მეტი არ გავჩერდები. შეგვიძლია მთელი გადაცემა ისასავოთ არ არის პრობლემა. შენ ზასავთ ხოლმე. ქართული ვაჟკაცობა, კაცობა და მეობა და გენაცვალე. მოიცა ზასავთ ხო ისა საგრძელოების. ხო, მაგაზე ჟარგონი ვახტა და ის დაგისხა. მოდი. ოპა, აქვე სანამ გუნდიში ავსებს ჭიქებს, მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენი არის ჩიპსი ლუდისა, ნატურალური ქართული ჩიპსი, ასევე ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და ახალი სპონსორი, უკვე მესამე გადაცემა, ჩვენთან ერთად არის ალკოსფერო, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სოფლიოდან, სხვადასხვა ალკოჰოლური სოფლიოდან. ой, შეანელე რა კარგად თქოწე რა მსოფლიო. არა, კარგად თქვი. კარგად თქვი. არა, თიძე მოგიხდა ტოჩი. არა, უშო სამეცელო. მადლობა ჩვენს სპონსორებს და მადლობა ჩვენს სტუმარს რომ გვეწვიე ბენი. მე უნდა სხვა შორის ხშირად არის მოშვებით ხოლმე პირველივე წუთებიდან არ ვიწყებ დალევას, მაგრამ მინდა რომ გაგასინჯო, აი ესე იცის ხოლმე. მე ველაპარაკების სტუმარს და გეჩვენა. ეს დადგება და იქ რაღაცა ჭორაობს იმასთან გაბუსთან. ტეკილა ხორდა იმ და ის ხამეთი ადამიანს შევთავაზე. თვითონ ვერ დაისხამს რომ უნდოდეს? აი, ბაბათი. კაი, ბენი, მე რა გაბრაზები და დამშვი. დაბადების დღე როდის გაქვს შენ? ქალწული ხარ? არა, სასწორი ვარ. ქალწული ვიყავი. ქალწული 18 წლამდე. სასწორი, ანუ რომელი სექტემბერი? ოქტომბერი. ოქტომბრის ოქტომბრის სასწორი ხარ, რო ეგენი არის. 13 ოქტომბერი. სხვადასხვა საინტერესო ფაქტი ბენის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ის ჩემ დაბადების დღეზე არ მოვიდა, მე მისაზე მივედი. კი, როცა მივდიოდი მე თვითონ ჩემი დაბადების დღიდან. ხო, ნუ აი ხა ბოდიში გენაცვალე. როდესაც მე მივდიოდი ჩემი დაბადების დღიდან, ცოტა ნამდვილად გამოცხადდა მათო. 13 თქვი? 13. შენ იცი ჩემი დაბადების დღე რა არის? საერთაშორისო წარუმატებლობის დღე არის, რო იცოდი. აქვს ხო რაღაც წერია. 13 ოქტომბერი. What day is 13th October ჩაწერე და პირდაპირ ამოგიგდებს წარუმატებლობის დღე. ვა. აბა მანდრა წერია, აბა გუნდში. და ამის მერე დაარქიზეს შეიძლება ჩაწერეს. გრინვიჩი დამტკიცებული იქნდა. ნო, ეგრე წერია. გრინვიჩი რა არის? გრინვიჩის ისა ნულოვანი მერიდიანის ადგილ მდებარეობს. ვაუ. ეს რა დაბადების დღე მქონია, ძმაო. კიდე კაი მე. 14-ში ისი რა არის? ვირების დღე, ასე რომ გადარჩენილი. კიდე კაი წარუმატებელი ვარ და არა ვირე. ვა, საღოლგით. საინტერესო ფაქტი. გისმენთ? გადაცემას დაგილოცავთ. მადლობა. და ყველანაირ წარმატებას გისურვებთ აქაც და იქაც. შემოგივლეს. ეს აქ ჩავაგდოთ მე.
სერიოზული განაცხადია. ხელზე მარილი დაიყარე, რასაც სამარილაზე ყველა ხარ. ეს ტაკი დაჟე ხო? აბა. ხო, ხელზე რომ დავიყარო, ეს მე არ ვიცი ამდენი რაღაცა და აბა. მეც არ ვიცოდი წინა გადაცემაზე ამან უთყაპუნა მარილები და რაღაცები, მეც არ ვიცოდი. აბა შენ მითხარი ალბათ. სხვათა შორის მე მინდა რომ ისინი ვისწავლო კარგად. ვისკის მოხმარების სწორი ფორმები. მინდა რომ ვისკის სხვადასხვანაირად. აბა გაგემრიოს წარმატებებს შენიჭირი მე მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვესტუმრე. ისას უნდა ჩავიყარო. პირდაპირ აგემრიელი ისა. გემრიელია. ლალი მოიტანე წვენი. კაი, დალევებში ვერ ხარ ხოძე თუ რა ბაზარია. არა მე უკვე ეს ვანაირად გიცნობ. მე დალევის გადაცემიდან მოვდივარ და ვცდილობ რომ აქ ვისაუბრო. საყვარელი სასმელი. იაგერი. არ მიყვარს იაგერი. ისოდი მაგით იაგერს უყარ ხარ? ყველაზე ნაკლებად მევასება, იმიტომ რომ რო ვსვავ ვერ ხვდები ისევ თროები ხოლმე. ანუ ყველა ხო ნაკლებ ალკოჰოლიანია როგორც მახსოვს ახლა იმას 25 რო არის. ხო და ყველაზე მაგრამ თიშავს ვაფშე. ალბათ არაფერი არ მიშვება ეგრე ძალიან ცუდად არ მოქმედებს არაფერი, რამდენადაც იაგერი ჩემზე. მცენარეული არის და ალბათ მაგიტო. ხოც იაგერი თავიდან იყო ანუ ჯონ იაგერი თავიდან იაგერი იყო კუჭის ამოქმედების წამალი. და მე ივენთებზე შევიდა სპონსორად და მე ხელის წამლად გადააკეთეს და ივენთებზე შევიდა სპონსორად და მე ცოტა სხვა გემოაუღეს რაღაცა იქით და ბოლოს იქცა ლიქიურად. არა, სხვათა შორის არ შემიძლია რა დაგეთახო რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სასმელებში არის იაგერი. ყველა აუცილებლად. ოღონდ კოქტეილში უფრო მომწონს რა მაინც ვიდრე ისე შოტად. ვიდრე შოტად, ხო. აი იაგერი შოტად იაგერს არ დალევ, ხო. ნუ უკვე თემაა რა. ხო, ანუ შოტად არ დალევ რა. ხო, არა. ნაკლებად გემრიელია რა. ანუ ძირითადად მაგარი გაყინული. ძირითადად აი ხო იცი მენა აი ჭიქასაც რო ყინავს აი ეგეთი სივი უნდა იყოს იაგერი რამდენ გრადუსზე უნდა შეინახო არ მახსოვს, მაგრამ -400-ზე არის ძალიან შენ მაგრა გაყინეს მო მე გავყინე ეგ ვიდრე შენ შენ არის რომ ზაღში რა ხდება გეძინა აუ ამის სწორები იყო ხო ეგ შენი სწორები იყო ბათუმში რო იყვნენ ერთად და სულ ამის ძინარე ისინი შეჭება სწორები ყო ანუ ტიპი მოდიოდა სხვადასხვა ნომერში იყვნენ შეჭება არა ერთ ნომერში ვიყავით დილის 7 საათზე მოდიოდა და ღამის 7-ზე იღვიძებდა ამ ადამიანთან ერთად ვიყავი ბათუმში წასული და მე კითხვა უჩნდება რატო გაქვს კაპრიზებიო უბედნიერეს პერიოდი გაატარე რამდენად ჩემი 5 დღე იყო ამ ზაფხულის ნამდვილად დავისვენე სად დაძურებოდით დაძრებოდა ვიდრე დავძრებოდი ანუ 7-ზე იწყებოდა ჩემი დღე იმიტომ რომ 7-ზე იღვიძებდა ეს და შემეძ უკვე ხმამაღალ ლაპარაკი და ისა იმიტომ რომ პატივცემდი თორე ჩემი ფეხებზე რომ მომჭამდა მან რო ხმამაღალ იყო და 7-ზე იწყებოდა 12-ზე მთავრდებოდა ჩემი დღე 5 საათი მქონდა გულაობა. 12-ზე ეს ცოტა ექსტრემალური გულაობები ევასება ამას და მე ცოტა დასასვენებლად ვიყავი, ჩასული გასაჩივლად ვიყავი, ჩასული და ამიტომ მე სახში მივდიოდი და მე დილის 6 საათამდე ეს ბუძელნიკი მიყავდა და დილის 6-7-ზე მაღვიძებდა ხოლმე რომ ეს მოდიოდა, კარი უნდა გამეღო. დაწოლილიყო მე უკვე ვიღვიძებდი, ეს იძინებდა და მე ველოდებოდი ასე ჰაჭიკოსავით რა. აი ესეთი ზაფხული მქონდა მე. იდეალური ზაფხული გადა. აი სერიოზული ზაფხული მქონდა. სასწაული ძმობა და ზმაკაცობა, აი არის მაგალითი ხარ თქვენ შეიძლება და შეყოლებთან და წავსულიყავი სადმე, მაგრამ წავედი ზმაკასთან ერთად და ნამდვილად არ მინანია. ნამდვილად არ მინანია. არა, ჩვენ რა ვიცი, ჩვენ ერთად ბუხაობთ, ერთად ვიზინებთ რორაბე. ჩვენ სულ ერთად ანუ იმენა ის გვაქვს. ჩვენ ხონდა ეხა ეგ ვიყავით. ერთად სუდად არ გაიგოთ, ერთად ვიზინებთ, მაგრამ მომენტ გაიგეთ, ეგრეს არის ხომ ხანდახან. არა, ლოგინები შეტყობებული არ არის. თუ ეგ გაინტერესებთ, მოდი მე თუ არ არის ადგილი ბევრი ისტორია რო არ გავცე. ასე ვიტყვი რა, ამ იმას. ერთად კი მივდიოდით. მაგრამ იქ ვეღარ ვხედავდი, ხვდები, სადაც მივდიოდით. აჰა. ანუ მე მარტო ვიდექი ასე და ხო იცი კლუბებში და იმებში რომ არ ტიპები არიან რომ ეს სვავენ და ყოველას რო ასე აკვირდებიან ხო რო აკვირდებიან და მარტო როდან აი ეგრე ვიყავი მე ეს უეჭველი ხო ეს ხალსად იყოს ზოგჯერ ვერ ხედავდი ზოგჯერ ხედავდი მაგრამ ახლა არ მივდიოდი მოდი კომენტარები წავიკითხოთ რა ვინ მოიგო წინა გადაცემაზე უი ბენი შენ იცი ჩვენ რუბრიკა ეგ კი კითხვა სტუმართან გვაქვს რუბრიკა რომელიც საჩუქრად იღებს ვის კითხვას მოხდება გადაცემაში ლუდისას და ბავარიას კომბინირებულ ნაკრებს ეს შენ საჩუქრად შემოძმოო ეს ის არ არის რომ ვინც მოიგებს გადაეცი არა შენ შეგიძლია წაიღო ჭამო დალიო ის რამდენია
რამდენია? სახლში გატანთ და ახლა აქ რო პირი გააჩერო ცოტათ. გიჭირთ რამე? გვიჭირს არა ბიჭო, ეს ყურში რო უხრამუნებ რაღაცას. მე ესე ვჭამ ხო. მიკროფონ. კითხვა სტუმარს, გაიხსენე ბავშვობის ოცნება ან მიზანი და დაფიქრდეს ბედნიერია თუ არა მისი inner child-ი. ანუ მე განმარტებაც მოყვება თუ რამე, ანუ ბავშვი რომელიც შენში ცხოვრობს. შენ ბარში დაამოღამე ისა ინგლისური. ბარში ისწავლო უცხოელებს. რა მარტო ეგრე ვისწავლე შე. ხო და მაგას მე ირონიულად კი არ ვთქვი. ჩემი ბავშვობის ოცნება და მიზანი იყო. არა, მართლა გეუბნები. აი გეტყვი. პრეზიდენტი იყო და პრეზიდენტობა იყო და თითქმის არა, ეგ ელოშას ოცნება არ გვაინტერესებს, შენი ოცნება. კარგი, მაშინ ჩემი ოცნება თუ გაინტერესებს, ჩემი ოცნება ბავშვობიდან იყო YouTuber-ობა. აი, YouTuber. 12 წლის ამ დავიწყე მე YouTuber-ობა. აბა კალადბურთის თამაში. 2014 წელს ყავდა 16000 გამომწერი. ანუ შენ მაშინ პირველი ნაკადი რო იყო. მე ვიყავ ძალიან პატარა. კალადბურთელობა უნდა. კალადბურთელობა უნდა და მე რამდენადაც ვიცოდი. ხო, ეგ 14 წელს ასაკში დავიკიდე, რომ მივხვდი რომ აღარ ვიზრდებოდი სიმაღლეში. პიქს რომ მივახცე 14 წელს მე რომ ვაფშე არ გავზდივარ რომ მივხვდი, მაგის მე დავიკიდე ეგ ოცნება. 14 წლისთვის კაი სიმაღლე იყო. 14 წლისთვის ძალიან კარგი სიმაღლე მქონდა მართლა. მართლა კარგი სიმაღლე მქონდა. 23 წლის კაცისთვის უკვე უცებ აიყარეთ ანი და მე გაჩერდი თუ როგორ იყო. ბიჭო, ცოტა პუტკუნა ვიყავი და 1-2 წელში ისე სწრაფად გავიზარდე. მე სუსტი გავიჩიტე ძალიან. ხო. კლასში სადაც მეოთხე ვიყავი სიმაღლეში რაღაცა, ანუ ყველაზე მაღალი და რაღაცა. მეოთხე მეხუთე. მეოთხე მეხუთე კლასში თან. ხო, 16 ბიჭი ვიყავით, 16 ბიჭი ვიყავით. მე იქ დავსტოპდი. ახლა ბოლოდან მეოთხე ვარ. ყველას დაბლად მეოთხე ვარ ახლა და ჩემზე დაბლებიც არიან. ნამდვილად კი ბატონო. მე ესეთი კლასიდან კი არ მოვდივარ. ჩვენ ტერმინი ხო ყველაზე მაღალი. ფეხზე რო გაცვია მაგდოს ჯერა. არა, ფეხში შველიც მაგაძე ისავა. ჩვენ ტერმინი ხო გამორჩეულად მაღალი. და შენ ერთი სიმაღლის ვარ ბაჭდი. ეხა ვარ მაგრამ მაშინ ვიყავი შეჩემ. მე მეოთხე მეხუთე კლასში არ გეუბნები ბოლოსკენ. ხოლოსკენ. კუჭუხა იყო მაღალი. არა. რატომ მახსოვს რომ მაღლები? ხო, ყველა თეთრ კუჭუხას მოგითხო. ჩვენ ერთი აგერა მოგითხო ჩვენ კლასელებს მე ერთი სიმაღლისას დავიყავით. ხო, მომენტ ხო. 80-85-ში მოძრავდით ტელი კლასში შეშემო. ნუ ხო ხო ვარ. ხო, ნუ პატარები წყავდა. ვიღაცები ხო დავითა ვინც ციგანეში გაიზარდა მხოლოდ იმის მერე. იმენა მე. მაგარი საინტერესო არის ეხლა სტუმრისთვის ჩვენ. არა, კუჭუხა ჩემს ძმა არის. კუჭუხა. კუჭუხა როგორ არის ნოში? კუჭუხა ხო. კუჭუხაზე ხო ბაზრობ. კი. ხო? ჩემი ძმა. ხო არ ვიცი, არა, ხოხოსთან. ბიჭო, რადგან გამოვერც მაგაცებს. რადგან კალადბურთს შევეხეთ. ნუ ყურე თამაშებს? რომელერts? აი სპორტის მინისტრის გამოსვლას და ბოლო სპორტის მინისტრის ესპანეთთან თამაშს თუ უყურე? თამაშს ნამდვილად არ უყურე და ბოლო პერიოდია საერთოდ სპორტს ძალიან იშვიათად ვადევნებ თვალყურს UFC-ს გარდა. ანუ UFC-ს უყურებ მარტო რა, ბოლო პერიოდია. ნათელ მხარეზე გადმოხვედი ანუ. კი, იმიტომ რომ კალადბურთში ძალიან ან ერთფეროვანი გახდა, ან უბრალოდ მუღამი დამეკარგა. 14 წლის მერე ხო? არა, ფოტოშოპის ბოლო პერიოდში 14 წლის მერე არა. დაუკარგა. არა, 14 წლის მერე დავბრუნდი ცოტა ხნით. კალადბურთში. ანუ შენი ბავშვობის ოცნება მაინც YouTube-ი იყო და ახლა 100,000-ის play button-ი მაქვს. 100,000-იანი არხი არის. ჩემი არხიც მაგრამ მიდის უკვე ჩვენ ამ პატეჟებდა ხა იქნება. რამდენზე ხარ 40 და რაღაცაა ხო? 54000. 514 ხო. აინდა, კაი, ნელ-ნელა ბიჭო, ეგ სტაბილურობა ყველაზე კაია. ნელ-ნელა ხო იმატებ არა? შენი სიმაღლე არა. შეიძლება. არა, ჩემს სიმაღლეზე მეტად კი ვიმატებ. ყველაფერი წინ აქვს არ ინერვიულობა ხა ადამიანი იზრდება. სიმაღლეზე მეუბნები თუ YouTube-ზე. იზრდება სად YouTube-ზე თუ სიმაღლეში? შენ მეგონი აღარ გაჩვენებ. მორჩენილია ჩემს. გუნდი შენი რა იყო ბავშვობის მიზანი, ოცნება და შენი inner child-ი თუ არის ძალიან მარტივი ჩემი დალევაში ფულის გადახდა. Is your inner child is happy? ფეხბურთი. მეკარევა ყოველწლიდან მიზიდავდა, მომწონდა, ეხაც მომწონს. მაგრამ შენც არ გაიზარდე მეკარის. ეხაც ვერთოვი. კი, სხვათა შორის, ანუ ჩვენთან საქართველოში ძალიან არის ეგ შეხედულება, რომ 90 მაღალი უნდა იყო. არ გაცდი. ანუ ნაკრების მეკარებს რომ გადახედო, იდეაში ერთადერთი იყო, ვინც იყო ცოტა ის
ანუ ჭანტურია სართული ხოლმე, რავი, რა ძალიან ცოტა თამაში აქვს თუ სწორად მოხდეს. დევა იყო ცოტა ის რა, ანუ ვინც მე მაგრამ ევასებოდა და ის ცოტა დაბალი რა 80 85-ში რომ ერყეოდა დალში. დაბალია მე კარის წალებში. ხო, იდეაში ეგრეთულია. დალში ყველა ძალიან მაღალი იყო და აი თავიდანვე ეგრე უყურებდნენ ყველა რა საერთოდ რა და ჩემზე დაბალი მეკარებიც ვიყავენ ისინი საერთოდ საშინელ მდგომარეობაში იყო ხალხი რა, ყველა მაგაზე ნერვიულობდა. ის მინდა და მეკარე მინდოდა რომ გამოვსულიყავი. მაგენ, აი მეკარე კი ხარ. არა? თავნაბალი ხარ? ჰა? თავნაბალი ხარ? ის თაობაზე რასაც ვსვავთ. აი მაგის თაობაზეო. არ შემიძლია ვთქვა რომ კარგად გამოვიყურები ხოლმე კარში ხანდა. ნუ ეხა როგორ გინდა. არა, ასწორებს ხო, ეგ იყო რა, ჩემი ბავშვობის მუღამი ეგ იყო. არა და ეგ სტერეოტიპი იყო ბავშვობაში, რომ სუქნებით გეუბნე კარში ვინც ყველაზე ნაკლებად მოძრაობდა, მაგრამ მე რო გავიზარდე, არა ბიჭო, მე კარის ძალიან ბევრი მოძრაობა უწევს. ნუ ახლა ის სტადიონები როა და ის პატარა კარი რო არის და აი ასე უნდა გააკეთო და უკვე ბურთბლოკავე კი, მაგრამ მინიმუმ იმ შიშის დაძლევა, აი უდარი თუ დაგირტყავს ვიღაც, მე მაგრამ ეშინია მაგალითად. აი მე კარე ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი, რა რომ აი ტიპა რომ ვიცოდი უდარი დამირტყავს, აი ამაზე მე ვერ მოვიქცე. მე ყოველთვის თანახმა ვიყავი, ყველა გაშვებული ბურთი სახეში რომ მომხედროდა. ყოველთვის თანახმა ვიყავი მაგაზე. ოღონდ არ გამსულოდა. იმიტომ რომ ის იმდენად მაღიზიანებდა და იმდენად ნერვი მეშლებოდა რომ მე ცუდ რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე მოედანზე ძალიან. იგინებოდით? მე ძალიან შარიანი ადამიანი ვიყავი სანამ ფეხბურთს ხო, კიკობზე ვერ შევატყვით ეგ ლოგიკა. მე სხვათა შორის და ერთი ძალიან სასაცილო ისტორია მინდა მოვყვე. სასაცილო სხვისთვის, ჩემთვის ძალიან სატირალი არის, კაროჩე, ხო ვიყავი სულ ტანად დაბალი ადამიანი. და ალამაზა. მაგრამ კალაბურს თავის დროზე ძალიან კარგად თამაშობდი და სამიანებს ვისროდი და აი ყველაფერს ვაკეთებდი და რაღაც შიდა ტურნირები რო არის რა, აი სკოლებს შორის და რაღაცები და სკოლის გუნდებს შორის და რაღაცები. სამიანის სულ თუ იცი ეხლა რა ნაკრებს ჯიკიც მე დაურეკავ მავროდ ანუ აი ხარ ან ნაკლებად, მაგრამ ადრე იმინა 70-დან 3 ჩავაგდეთ ბოლო თამაში. და აუ როგორი სირცხული არის. კაროჩე ტიპი იყო კონდორს ვეთამაშებოდით, იყო ცენტრი რა. კონდორს ცენტრი ხო ყველაზე მაღალი არის რა და კაროჩე რამდენი შევედი, იმდენი იდაყვი ჩამარტყა თავში რა და მეც ეგეთი ვიყავი. ხო დაჟე გუნდოს ვეჭხუბებოდი, ყველას ვეჭხუბებოდი, ვაფშე აი ბურთს ავიღებდი სახეში ვესროდი და რაღაცა და ერთი ამბები და რაღაცა. ჩვენ და გუნდში უმეტესობა დაბლები ვიყავით. ყველაზე მაღალი იყო 1.86 თუ 7. ეს კონდორებლები მაღლები იყვნენ და კაროჩე ჩამარტყა ჯარიმა და კაროჩე უკვე ამომასხა მეთქი ახლა დავარტყო და თან გამაძევის მაგ თამაშიდან იმიტომ რომ დავარტყი სად დავარტყი სადაც მიწვდი ხელი ისეთი მოუქნიე კაროჩე იმინა მოუქნიე მეთქი ამას ეგრე გავაწვენ მეთქი და აი ეგ დავარტყი და ის ხო იცი სათამაშოებს დათუნეს ესეთ ხმა აქვს რაღაც ჩავხედა შვილო რა კიდაო შენო და კიდე კაი გამწიეს და დამკეცავდა ეს დამჭმუჭრი და იხელა იყო და ვერ მივწვი სახემდე რა და ეგ იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გაგეხადოთ ფეხსაცმელი უნდა დედას ფიცაო ყველაზე ლოგიკური აი იმინა აურას არ დავკარგავ და აურა ისეთი დავკარგე დედას ფიცაო გამაგდეს იმ თამაშიდან კიდევ კაი თორე გავუქლიეთ ისა გავარტყი და კაროჩე ვერ მივწვი სახეს და არ და იქ მაგარი მეგონა რომ იმენა აურას მოვიმატებდი რომ ტიპს გავარტყავდი მეთქი სახეში თქო და არ მოიცით ხალხო ეგრე მინიმუმ იმის გამო რომ არ შევწყვეთ და მაქსიმუმ იმის გამო რომ სპორტია შეიძლება მოგხვდეს შეიძლება არ მოგხვდეს და ასე შემდეგ მეგობრებო საჩუქრების მისაღებად მოგწერეთ Facebook-ის ლუდისას Facebook გვერდზე და მან გაგცემენ პასუხი სად როგორ და რანაირად შეგიძლიათ რომელი იყო შენი ბავშვობის საყვარელი მულტფილმი ყველამ რო ვთქვათ და ცოტა მულტფილმებზე ილაპარაკოთ. ბავშვობაში ყველა მევასებოდა მე მაგალითად. ანუ მაგრამ ბევრი არ გადიოდა იდეაში იმდენი რომ რაღაც რაც იჩნდებოდა ხოლმე უყურებდი ხოლმე. შენ დროს კი. გამორჩეულად ნუ ავი ორი თქვი მაგალითად. ის მიყვარდა რა ქვია. ზუსტად არ მახსოვს ჯაიანტი ერქვა რკინებს რო ჭამდა რომ მახსოვს. დიდი გიგანტი თუ რაღაცა იგივე ერქვა. ეგ ის არის რა ქვია. სერიალი მულტფილმი არ არის. არა. სრულმეტრაჟიანი ის იყო. ხო, რობოტი რო არის ბავშვთან ერთად რო 3D იყო? რა 3D-ში. არა. 3D ელემენტები იყო მე მგონი თვითონ მულტფილმში, მაგრამ ეგ მევასებოდა. ბევრი მევასებოდა ძალიან. რაღაცები რა ძალიან დამევასა მე ცოტა მერე გამოვიდა რაღაცები. ხეა გავახებოდა. ის მე ორი შემიძლია თქვა კუნინზები და ადამიანები. ეგ ორი მევასებოდა ვგიჟდებოდი.
კუნინძები და ადამიანები ხო? ძალიან მაგარი. მე ყველაზე ახლა აფი მევასება ალბათ კი ძალიან რა. ანუ ერთ-ერთი აი რო არ მომბეზდება რო უყურო ხო აფი მევასება ძალიან. აფი სერიალი შენ ძალიან პატარაობაში არ გიყურებია დარწმუნებული. უყურე, ეხაც მიყვარს ძალიან. აფი ძალიან მაგარია, პროსტა არ თლად პატარა მეც არ ვიყავი აფის დროს. არ ეხაც უყურებ, ეხაც მევასება, რამე ახალი რო გამოდის ხოლმე. არ მაგარი რაღაც არის, ზოოტოპიაზე ვიყავი ახლა. ძალიან მევასება, ჰა? მეორეზე იყავი? კაი, ხო? ძალიან მევასება. პირველს გამოიცნობ ყველაფერს რა, რა ხდება. ოკეი, ясно. მე მევასებოდა და აი ბავშვობიდან ალბათ ყველა დიალოგი ვიცი რის მერე ტიპი რა სიტყვის ყველაზე ყველა სერიაზე შრეკი შრეკი იმდენჯერ მაქვს ნანახი რის მერე რა ემოცია და თუ სიტყვიან ეგ ვიცი შენ რა ეს იყავი პირველი შრეკი რო გამოვიდა არ ვიცი შენ იყავი პირველი შრეკი რო 2002 არ კი როგორ არა 2002-იანი ვარ მე გენი შრეკზე ხო იცი ის მე მგონი მაგ დროს Pixar-ში Toy Story-ს ქმნიდნენ. გამოვიდა. ხარი რა, პირველი. იყო ზბა რა. შეგზონცი ვარ ბიჭო. ვა, ხო. პირველი ხო გამიკვირდა, იმიტომ რომ მე უყურე სადღაც ეს რუსეთში უყურე ჯერ კიდევ და მე ჩამოვედი 2006-ში. მოდი რუსეთები რაღაცები შემდგომ დაიწყო თუ არ ვწდები ოღონდ შეიძლება სხვა იმაზე იყო და Toy Story-ს რო ქმნიდნენ მაგ დროს სამსახურში ვინც დააგვიანებდა რაღაც სული ყოფაქცევა და რაღაცები და დასჯის მეთოდი ქონდათ ეგეთი რომ შრეკზე ამუშავებდნენ ხოლმე რა დაო ბოლოს შრეკი ისეთი ძვირსკი რაღაც გაიჩიტა ხო მაგრამ Toy Story ხალხი აგვიანებს სამსახურში მე გამოვიდა მე რატომაც არ შეიძლება ვწდები მეთი მაგიდა და ვიცი რაღაც ეგრე მახსოვს რომ შემოწმებას დაახლოებით ეგეთი ის უნდა ყოფილიყო მაგრამ არა Toy Story პირველი მანამდე იქნებოდა 95-ში გამოვიდა ხადაო ბიჭო ალბათ მეორეზე ვისაც ამუშავებდნენ 95 ხო არა Toy Story მე დარწმუნებული ვიყავი რომ უფრო ძველი ახლა რა გინდა Toy Story ახალი გამოდის და შრეკიც გამოდის ახალი პროსტა შეიცვალა ანიმაცია შრეკი შრეკის ის ნახე Toy Story არ ვიცი შვილი საყურით კი Toy Story რა კაია უეჭველი ლესბოსელი იქნება და ეგეთი რაღაცები ხო და უეჭველი დედას და მამას გაიქცევა იმიტომ რომ დედა და მამა თქვენი არ გესმის და რაღაცა ეგეთი იქნება თავს დაუდებდა მე გამოვა შავკანიანი ოგრი რაღაცა და აი ეგეთი რაღაცები შავკანიანი გეი ოგრი და ეთქვის რომ შენ შეგიძლია იყო თავისუფალი და ძლიერი ქალი და აი როგორი მაგრამ გულსფელად ვიტყვი და დრაკონი დაშორდება ვირს იმიტომ რომ თავის პოვნა უნდა გაიჩნდა ბისექსუალი აუ არა პიზდეცია დავჯაჯეთ მაგრამ არა ეს ხუმრობით არა ჩექმებიანი კატა იმდენად მაგარი გამოუვიდათ ძალიან მაგარია იმდენად მაგარი გამოუვიდათ რომ მაინც იმედი მაქვს რომ ზედმეტ ანუ მულტფილმი იყო მეგობრობაზე იმენა იდეალური საკუთარი თავის პოვნაზე რაღაცა ბიჭო DreamWorks არის ძალიან მაგარი სტუდია არის DreamWorks-ი რა საუკეთესო არის აი ხო იცი თამაშებში როგორც არის Rockstar-ი არა Dream სადაც ურევი არაფერი აღარ მომწონს ხა ის საერთოდ შეიძლება სხვა ასპექტში მაგრამ DreamWorks ახლა Toy Story Shrek-ი კიდე DreamWorks-ის არის აი Kung Fu Panda Madagascar-ი ჩექმებიანი კატა შრეკი აუ ის ანთი ხო კაი ინგვინები მადაგასკარი როგორ მოითვინიერო დრაკონი აი როგორ მოითვინიერო დრაკონი ახლა ფილმიც ხო გაიჩითა ფუტკრები არა DreamWorks-ი ბიჭო ძალიან ისა ძალიან მაგარია კაც ვინ ამბობს იმენა ისა კი ყველაზე მაგარი პორტფოლიო Megamind-ის მაგის სპირიტი გახსოვს ხენზე კი ძალიან და ბრაიან ადამსის იმით არის საუნდტრეკებით არის გაფორმებული და გიждდებოდი მაგაზე აი არ მბეზდებოდა მაგის ყურება საუკეთესო არის DreamWorks აი მართლა მაინტერესებს ვინც ამას უყურებთ ანიმაციებში უკეთესი სტუდია მითხარით Disney და პრინცესები და რაღაცები არ მინდა მართლა იმიტომ რომ Disney-ს არა Disney-ს უმაგრესია მართლა შემიძლია თქვა რომ ადრე იყო უფრო მაგარი ეხლა ბოლო პერიოდში რა შავსაც უშვებენ და ნაგავს ну რა მე go broke ხო იცი ეგ გამონათქვამი go woke go broke აი ეგრე მოვიდა Disney-ს Disney-ს ყველა პრინცესის მულტფილმი მაქვს ნანახი ძმაო ყველა პრინცესის მულტფილმი მაქვს ნანახი Disney არის უმაგრესი ისა მაგრამ არც ერთი არ ჯობია DreamWorks აი რომელი ჯობია პროსტა აი მოიფიქრე უცებ და რომელი ჯობია Pixar-ი არის ერთადერთი რომელიც უკაჭავს ხო იცი ის ლამპა რო დახტის და ის რო ახტება და ის მაგრად რო იჩნდება Nemo და რაღაცები რომლისაცაა რა Nemo ძალიან თესლი იყო Pixar-ის არის Nemo ისე ფილმებში ყველაზე მეტად რომელი ის გევასებოთ ჟანრი არა რეჟისორი ვერ ვიტყვი რა ეგრე რა
რთული სათქმელი. ნოლანი. აი ნოლანი კი მე არჩეული მაქვს ძალიან ჩემი საყვარელი ფილმი და რეჟისორიც მსახიობი არის დამოვიწყდა ბიჭო რა. მე ორი მყავს. ცხოვრება მშვენიერია, ვინ თამაშობს იმას. ნოლანი და ტარანტინო არიან გოუთები. ტარანტინო არის ნოლანი ბიჭო არა ნოლანს არის კაც რაზე არის საუბარი მაგრამ აი ხა მაგალითად რო ავიღოთ რა ქვია იმ ფილმს ერთ-ერთი ბოლო რაც არის ხო და ეგეთი შახლა რობერტო ბენინი თამაშობს თავარ როლში და რეჟისორი რობერტო ბენინი არის ცხოვრება მშვენიერი არის მართლა ცხოვრება მშვენიერია ხო შენ ხო გაქვს რა ნახი იმედი მაქვს ხო და ვერ ვიხსენებ რომელი მანახი ბიჭო აი ეს რა კი მივხვდი რომელზეც ამოფუძ ცოტა ძველი ანუ თუ გინდა რომ უეჭველი სანახავი ტოპ 100 თუ გქონდა ჩაგითრიოს ფილმთან ისინოთან იტირო ძალიან ბევრი და რავი აი რა არის ერთი ორი კვირა მე შეიძლება დეპრესია დაგეწყოს იმიტომ რომ ამაზე იფიქრო სულ პროსტა აი ისეთი ფილმია რომ აუცილებლად უნდა ნახო რა იშვიათი გამონაკლისი ფილმი არის რომელიც აი ერთდროულად თან ტირი და თან გეცინება ოღონდ აი ემოციების სახეს გასცემს. ჩემთვის ყველაზე მაგარი ფილმი. ოსკაროსანია, ხო? მე მგონა როგორც ვარ. მაგაში მეიღო მე მგონა. წესით ეს რობერტო ბენინი ან საუკეთესო ფილმზე ან როლზე არის, ან ორივეზე. ორივეზე მართლა არ მაქვს ნანახი და ის, მაგრამ პროსტა ფილმზე ვგიჟდები, ეს სასწაული არის. ეს ბენინი ვაფშე მაგარი როჟა. ან შენ ფავორიტი ფილმი არის ცხოვრება მშვენიერი. ბენინი, ბენიტო რაღაც ხალხი. დამთხევა, შემთხვევა არა, მეგობრებო, დამთხევა არის, კაი მაგას ვაღიარებ. ძალით არ მიქნია. ძალით არ მიქნია. რაც არ უნდა იყოს ფილმების ჩამოთვლა და რაღაცა რომ დავიწყო, მაინც უფრო ძველ იმაზე მივდივარ რა. აი კაი ფილმები და რაღაცები იქ უფრო ხო, ბოლო პერიოდში მახსენდება ვიდრე აქეთ რაღაც ახალი ისინი რა. აქ ხა რაღაცები ფავორიტები აქეთაც. ის family man მეავსება კიდე ძალიან გავს იმ ფილმს იდეაში იგივე სიუჟეტის პონჩი იგივე არის რა. იქაც მამაზე არის და აქაც მამაზეა იდეაში, მაგრამ ეგეც просто ახალია რა. ეხლა უყურე ბოლო პერიოდში დაემთხვა რომ რამოდენიმე ფილმს უყურე ახალს და გაგივარდა ესე იგი. გაგივარდა რომ უყურე. იმას არა, უყურე. ანუ არ იშვიათად ძალიან თესლა მეგალოდონს უყურე. მეგალოდონი. მეორე. არია შეჭსტეთები ზვიგენი უჭირავს ეს ხელი. ეთემი კი არა, სხვათა შორის. ანუ ზვიგენი კი არა შო, აი პრეისტორიული ზვიგენი ხო არის ის რაღაცა და პირს აღებინებს. ანუ იმაში აღარ ურისკავენ. არ ზვიგენში ასაზის და ეს აი მენა მაგას აკეთებს, კუჭიდან გამოდის. კი. არც ადულს. აპრებში აღარ წერენ მაგაში შემოგვედა. ფილმების სასაშინელებათა ფილმებზე მე მგონი აქაც ვახსენე არ მახსოვს გადაცემაში რომ ფილმი რო იწყება ხვდები როგორ თავდება. ბოლო პერიოდში რასაც უყურე? არა, ეგრე არის. 95% არის ეგეთი, მაგრამ რომ იმენა ხვდები რითიც დამთავრდება ფილმი და ნერვები მეშლება მაგის გამო. რაღაც საოჯახო კომედიას უყურე, რომელიც ახლა ეს კაცი შეკვეთას აკეთებს. იმდენად მარაზმი იყო, რომ აი პროსტა საშინელებაზე საშინელი მარკ ვოლბერგი თამაშობს. ოჯახის კილერი რო აღმოჩნდება და მაგის ოჯახმა არის ის და მარკ ვოლბერგი ისა კომედიებში რო არის ხოლმე. არა მარტო კომედიებში. ტედში და იმაში რო არის. და ეგ თამაშობს ჰორორში? არა, ეს საოჯახო კომედია თქო რა. всё, ოკეი. ხო და მე გული მწყდება რაზე იცი? მარკ ვოლბერგის ნაირი ტიპი რომელიც თამაშობს ვაიმე სახელი დამავიწყდა ეხა ფილმის. არ მაქვს დიპარტედი? ხო, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფილმია. ანუ ძალიან მაგარი ჩაგეჩრები და ჯონ ისა რა ქვია ლეონარდო დიკაპრიო არის გოუთი. არა, ზოგისთვის არ არის მართლა გოუთი. როგორ არა ბიჭო, ველადროის პირველზე არის ჩემი აზრით. მაგამ ტიტანიკში თამაში. ფილმი არ არსებობს, რო არ მომეწონოს. ახალი თაობის ეგ შენი პრობლემაა ეხლა. ახლა უყურეთ იმას, რა ქვია, One Battle After Another-ი? უყურეთ ხო? მე არ ძალიან მაგარია. ანუ ძალიან ლიბერალურია, მაგრამ ანუ დიკაპრიო ლიბერასტულია? ლიბერასტული, მართლა ლიბერასტული. შენ ისი დიკაპრიო პედოფილი როა? 25 წლამდე რო გოგოებს ნუ აი სადღაც პედოფილი ზღვარზე გადის, რაც ასაკი მეტევა, ჩემი აზრით უკვე ახლა უკვე მაგრამ რო არ მივაქციო მაგას ყურადღება. ესეთი ის რო გავაკეთოთ ხოლმე პოდკასტში სიუჟეტი სპონჩი რაღაც ეს რა. ჰოლივუდის პედოფილები. 5
Top 5 პედოფილი. მე მინდა და 5 წუთი ცოტნესთან ერთად და ცოტნემ რო ილაპარაკოს ხოლმე აი გოგი გვახარია რო ბაზრობდა ხოლმე ფსიქოზე რაღაც ხო ფსიქო გახსოვს ეს მე არ ვარ წინა აი აქ იმას უნდა და მე მომზადებული მოვალ აი ხო რო ვერ ვიხსენებდი სახელს ფილმის ძალიან მეწყინა მაგრამ მომზადებული მოვალ ხოლმე მაგისთვის თამაში ვითამაშთ მოდი მათთან ბაცელა ჩემი თამაში რა იქნებოდა ეხლა სხვა თუ არა რო ვიცოდი რომ ბენი მოდიოდა ჩვენთან სტუმრათა აი ხო მაინტერესებს რა სიტყვის. ბენი რომ მოდიოდა რა თამაში უნდა მე თამაში. ტოპ 10 გეი პორნო ხო? თქვენ უნდა დაასახელოთ გნომების პორნო. ყოჩა ყველაზე მეტი გეი რომელ ქვეყანას? მე გეტყვი. არა ტოპ 10 ღამის ცხოვრების ქალაქი რა არის სოფიაში. დაუთმობ ჩვენს მე ნამდვილად გამოცდილებით შემიძლია ვისაუბრო სულ ორ ქვეყანაში ვარ ნაუგზავ. ანუ ქვეყანა არა და ქალაქი? ქალაქი ხო? ქალაქი? ლოს-ანჯელესი. ლოს-ანჯელესი არ არის. კაი, მე ვიტყვი ამსტერდამი. ამსტერდამი არის მერვე ადგილზე. კაი, რა თქმა უნდა ბერლინი. ბერლინი პირველ ადგილზე. ხო, ანუ ლოს-ანჯელესი უბრალოდ ძალიან მიყვარს და მაგ თუ არა და ბერლინი უეჭოლნო. გასაგებია. ლას-ვეგასი. ლას-ვეგასი მეოთხე ადგილზე. ღადაო? ღადაო. არა, მე არ მგონია რომ ღადაო. ბასი. თბილისი არის დაჟე? აპარა, თბილისი 104 ადგილზე. აი მოწერა. ბასი არის და უპერბარის გამოში. მაგოლის გამო არის. სხვათა შორის რაც ლუპერს გაიხსნა მესამეზე. ღადაო. დიდ დედაქალაქს შეგიძლია მიაწვე 1-2 ევროპაში. ეხლა და იმას დაუწერე შეჩემა და არა, პარიზის ღამის ცხოვრება. ხო, არ გამიგია, მაგრამ დედაქალაქს მან წავიდა. პარიზი არის იმაში. რატო დამე ბიჭო, სხვაზე კარნახობდი უფრო და პარიზი მეშვიდეზეა, მაგრამ მე მესამეს კარნახობდი უბრალოდ და მეგიტო. ტაილანდში რა ქვია დედაქალაქს და ვერ ვიხსენებ ვერაფრით შეჭ. ნახე. ტაილანდის დედაქალაქი რა. კაკ ახლოსაც. მაგრამ ეგ არის რა ტაილანდის დედაქალაქი. ბანგკოკის თქმა გინდა? მე ხო. მეორე ადგილზეა. ბანგკოკში რო გიხვა ბანგკოკი. არა, ნუ აი ეგ უნდა მეთქვა. ბენგ და კოკ. ვიდექი და ვფიქრობდი შეს. ვარშავა ძმაო. არა, შენი ჯერია. ჯეპენ? ჯეპენ ტოკიო. ტოკიო არის, რა თქმა უნდა, ტოკიო არის მე-9 ადგილზე. რიო? რიო დე ფერდინანდი? არა, დე-ჟანეირო. არ არის რიო არ არის ბიჭო? მაგრამ ერთი დღე აქვს ფესტივალი და მე ხდება რა. კარნავალი. ნიუ-იორკი. ყოჩახ. ქანიშ და ნიუ-იორკი ხო ჩვენი იყო ეს. მე-5 ადგილზე ნიუ-იორკი. რამდენი დარჩა? 3, მაგრამ ერთ აქედან შანსი არ არის ვერ გამოიცნობთ არის. ანუ არა ჩილე. არა. რა ვიცი ზანშია. ჩილე ქალაქი ხო? არა, ქვეყანა ჩილე, ქალაქი შენ თვითონ მითხარი. ეს ქვეყნებს აბობ შენ ჩემმა და ქვეყნებს ქალაქებს არა, ჩემი ძმა, შენ ჩემი ძმა. გულიერევა კაც მოიცა. ბოლოს შეიძლება აი მაგარ მინიშნებას ვეტყვი ახლა რა. და ვერ მიხვდება, ამაზე გავერთოთ თუ გინდა. შეჩერდით, ნუ ომობთ. კერკასილასი. ვერ მიხვდა. ეს დებილია. არა, ის არის რა ქვია, მადრიდი. მიხვდა. კაი. კასილოსი კასილოსი მიხვდება ეგეთი დებილია. მე მგონა რომ ეგეთი შენ გეტყვი რომ პალმები. მაიამი. კუნძული? ჰავაი. აუიცი შეჩემა კუნძული და პალმები ერთმანეთთან მე არ ვიტყვი მაგას. მე მივხვდი, მაგრამ არ ვიტყვი მაგას. შენ დაგიტყვი. მოიცა კუნძული და პალმები. კვიპროსი? ბიჭო, იმინა პალმაზე რატო ფიქრობ? ვიფიქრე რომ კუნძული არის პალმის ფორმის შეჩემა. პალმის ფორმის კუნძული ვაფშე არ ვიცი პალმის ფორმის კუნძული. ბურჯ ხალიფა? დუბაი. მე სხვა მქონდა იდეა. რომელი? იბიცა. არა, დუბაიში არის პალმების ის. არა, ხომ არა, პალმები და კუნძული მე კი იბიცა თქო. იბიცა არ არის? იბიცა როგორ არ არის შეჩემა? აუ,
აღარია შეჭება. ეხა ეს მე არ შემოწმები არ ყოფილა რათვეში. მე ყველგან ვიყავი რომ ყველაზე დაყვერა იბიცა უნდა იყოს. ხოძზე ვიყრე იბიცაზე. ლაგოსი წერი ერთი. ლაგოსში რომელიც არ წოდა. აი ლაგოსი ნიგერიის ქალაქია. ამის ცხოვრებაში რა პროსტიტუციის რაოდენობით თუ ბიჭო არ ვიცი ეხა რა night life-ით ეგრე ეძებს იმებს რა. ბერლინი რო წერია პირველი ხო თანახმა ხარ. ბერლინი ბიჭო ხო ანუ კლუბები და ის ჩემი აზრით იბიცა რავი ტოპ-5-ში მინიმუმ უნდა შედიოდეს თუ კლუბები არის. ბიჭო ხო გასაგებია მაგრამ პოპულაციით ხო შეიძლება დიდი არ იყოს იდეაში რა. კუნძული არის შეგვიძლია მაგის შეიძლება იგი ითვლებოდეს იდეაში ქალაქში სტუმრებით და მე პროცენტულად რა და რაღაც მაგის მიხედვით რა. To show a which I was cool. კაი, ბენი წააგო და ყველა დავლევთ. იმიტომ რომ ჩვენთან ძმაკაცობას უფევს. ერთობა, მეობა და შოკი დავლიო? მოიტანე ჭიქათაგის ხა ძმაკაცობა. შემოგეროთ რა კაი გადაცემაში მოვედი. რას მელაპარაკ შენ თქვი? ლალი. ყოველ წამში ლალი წვენი მომიტანე. ეს ტეკილა. სხვათა შორის დღეს სახოზე? ხო, დღეს ველაპარაკე ალგოსფეროს წარმომადგენლებს წერვალს უმაღლეს თავს heads უმაღლეს თავში ვინც არის რაღაცა ჩვენი ძმაკაცია მაგიტო მაიმუნობ ხო და მე ვერ მიმაიმუნებ მაშინ მე ვერ მიმაიმუნებ არა ვაგერ ჩუაკი ბიჭო ის აქ ამაზე უთხარი არ მქონდა მე გასინჯული არ მქონდა არც არც კინაჰანს ეს ეხაც არ მქონდა გასინჯული იდეაში მაგრამ გავსინჯავ ეს ისე დამევასა და ბიჭო ის რა ქვია რა არის ეგ რა არის ვისკი რომი ზაგლებაში მაგაშული 39 ლარი ღირს ვაშჩა ხადაობ აი ეს ტეკილა ხო აა 0.7-ია ხო ტეკილა ბიჭო ხო ფასდაკლებაში არის და მაგითო 20 ტეკილა არის რო კარგის მე ხასიათი მგონი სწორად ვიძახი ფას ანუ წეღან ანუ ცოტა ხნის წინ ნახე რა ანუ კი როგორ მე მგონი Facebook ვერდი უნდა იყოს და საიტი თუ არ ვწდები არ უნდა გქონდეს ჯერ იმიტომ რომ როგორც იცი აკეთებენ ის ხაზე წავედი საიტზე გვითხრეს ხო აკოსფერომ რომ ეხლა ვამზადებთო და რო ჩაეშვებაო აუცილებლად თქვენს მოგაწვით ინფორმაციაზე ჩვენ ძალიან ბევრი სასმელი საიტი ლუდისას აქვს თუ მაინდა მაინც გაბუ თუ გაინტერესებთ ჩვენ სპონსორებზე გინდა რამე რომ მოიძიო ლუდისას აქვს ჩვენი ერთ საიტი უნდა გამოვასწოროთ მიმართავ დადეთ ამ ბიჭების ფოტო რო შედიან ეს ჩიპსაც უჭახურება ერთხელ ლუდისა იქ სადაც ლუდია აუ მოიცადი ხო ეცები ხმარია იქ სადაც ჩიპსია ჩვენ გამწერს გამომოძოს მადლობა რომ გვიყურებთ მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ ხოლმე და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ვსვავთ ხოლმე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვინც მხვდება თან სანუყურებს ხო ეგეც ძალიან ბევრს ვთქვამს რომ ძალიან ასწორებს ერთი-ორჯერ დალევა მიცდია თქვენთან ერთად და მე სულ ეგრე ვუყურებო და ძალიან კაია გავალოთ ჩვენ წერეთ ეხლა პარასკევს სახამოს ვარ დავლიეთ ეხლა ერთად გენაცვალე თელეკვირა შრომა ის რაღაც მე კვირის ბოლოს შეგვიძლია რომ გავერთოთ და ვიკაიფოთ აბარა პარასკევს იდეალურად როსიდება პოდკასტი მაგისთვის ხო აშკარად რომ იდევა მაგრამ ჩვენ იდეალურ დროს არ ვსვავთ ნო ხო ჩვენ ცოტა სხვა დროს გვიწევს იდეალურ დროს არა რო თქვენთვის იდეალურ დროს დაიდოს ჩვენ სხვა დროს ვსვავთ მაგრამ კაია პოდკასტი დაიდება სადღაც შუა დღეს შეგიძლია გახურდეთ ჩვენთან ერთად და მე ნელ-ნელა უკვე გააგრძელო ბარში რესტორანში თუ როგორც გაგეღარდებათ მეგობრებო უღრმესი მადლობა ჩვენი გვერდში დგომისთვის მადლობა ბენი შენ გამომწერებს ასევე ხო გადადით ლინკი იქნება აღწერაში ბენის არხის და აუცილებლად გამოიწერეთ მეგობრებო დაუდექით გვერდში ბენის იმიტომ რომ ოქრო და კარგი ადამიანია ძალიან მიყვარს და ასევე თქვენს მეგობრებო ძალიან მიყვარხართ მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის და ვეცდებით რომ იმედი არ გაგისროოთ სულ უფრო და უფრო მეტი საინტერესო პოდკასტი გქონდეს ახალი გადაცემები და ესე შემდეგ რატომ გონია რომ ემშვიდობება ხო გაგიმარჯობა სამწუხაროდ მე ბავშვთა გადაცემა სამწუხაროდ მე გტოვებთ არა ჯერ არა კაცო ღვიძლზე პრობლემის გამო გემშვიდობით გაშავდა ღვიძლი ამე ახალი მაინც თქვით რაღაცა რა ცოტნეს ღვიძლის მჯერა მე უკვე მეც დელაპარაკება ხოლმე რაღაცები რაც მოხდება ხოლმე ხანდახან რაღაცა სკრინავ რაღაც ის და მე შეგვიძლია ვიბაასოთ მეთქი მაგას ვფიქრობ ხოლმე რაღაცები რაც ძალიან ისე მოხდება ხოლმე ზოგი მტკივნეულად ზოგი სახალისო ზოგი ისე და ერთ-ერთი ესეთი ის იყო TikTok-ზე დაიდო ვიდეო სადაც ვოლტის კურიერს საჭმელი მოპარეს ვიდეოს რო უყურე რამოდენიმე ახალგაზრდა, სავარაუდოდ თინეიჯერი შეიძლება სულწოვანი იყოს ან არ იყოს, რაღაც
კურიერს რაღაცა გაუწიეს რა, აი ამიმით რა რაღაცა ესე და ბიჭო, ვერ ხვდები ეგეთი რაღაცა, როგორ უნდა იკადრო ტიპმა რა, მაგრამ ანუ ძალიან ეხა სად ანუ რაუბანია ვერ მივხვდი. მაგრამ მაგარი სირცხვილია რა, აი ვინც არიან ამ ვიდეოში და ვიღაცას ესე რომ კურიერებს მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ აქვს. არ ვიცი, შენ მითხარ მე მგონი ქართველი არ არისო კურიერიო, ხო? ხო, არ ვიცი, არა, ვიკითხე მე მეთქი, მე მგონი ინელი იყო თქო და მომენტი რა არის, იცი, აშკარად არ არიან სრულწლოვნები, ეგ არის ამ შემთხვევაში როგორც ვიდეოში მეც ვნახე რა, ერთხელ შეხვდა ეგ ვიდეო და ძალიან გაუბრაზდი, ძალიან არ მესიამონა, იმიტომ რომ ნუ კარგი რა კურიერ ანუ თან იმის საჭმელს ხო არა იმას ხო უბუჭებ საჭმელს სამსახურს ხო იქნებ ჩემთან მოაქვს ბიჭო დაანებეთ ვიღაცას პარავს საჭმელს და მე კაი რა გაგიჭირდა ეგეთი რომ 2 წალი რა მოიპარე შაურმა თუ რა მოიპარეს არ მახსოვს ვიდეოში გამოჩცაც არ ვიცი მე საშინელება რა გაგიჭირდა ეგეთი რაღაცები ძალიან ტეხავს ხო და ეგ არის პრობლემა რეალური პრობლემა არის იმის რომ თან საკმაოდ ხშირი არის ეხლა დღეს შეხვდა კიდე რომ რაღაც საცხობი გაძარცვაო ვიღაცა არასრულწლოვანმაო იქ აფთიაქები დედაჩები აფთიაქის მენეჯერია ჩავწაზე რომ შევიდა ვიღაცა რაღაც იმით და იმ გოგოს მაგრად ფეხებზე რო ეკიდა და ამოგვმე აი მეგონა რომ რაღაც მომენტში თვითონაც ამოუღებდა რამეს ამან კი არ გაძარცვა ამან გაქურდა უნდა და იარაღით არის როცა ის არის და იმან ხო ის მაგარი ჩუაკი იყო არა დედაჩემი არის აფთიაქის მენეჯერი და არაერთხელ მისი აფთიაქიც გაუტეხია და არაერთხელ რა ორჯერ თუ სამჯერ იყო ეგ შემთხვევა არასრულწლოვანები გატეხეს კარები შეძრუნდნენ მოიპარეს რაღაცეები გაიხსნენ ხო და просто დაჟის მეთოდი არ არსებობს სულ რომ დაიჭირონ ეგ ბავშვები ახლა ხო წესით იქნება ჭალებში იქნება ვაცეო ჩვენ უბწყინვალეს მთავრობას შემოაქვს ახალი კანონი რამდენი წელი მე-13 წელი გავიდა და მიხვდნენ რომ ეს პრობლემა წინამთავრობის დროსაც მალალეტკების დაბრუნება წინამთავრობის დროსაც იყო აუში მალალეტკები და რაღაცები საზღრობა არ მიოსა ცოტა სხვანაირად უნდა იყოს ფორმულირებული ეგ და ცოტა სხვანაირად უნდა ხდებოდეს ალბათ რა არ ვიცი მე მომხრე არ ვარ რომ ამ ბავშვებს მომავალი ცხოვრება გაუნგრიონ იმიტომ რომ ეს ბავშვი 2 წელიწადში და 3 წელიწადში შეიძლება ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე და დადინჯდეს და რაღაცა გაიაზროს ცხოვრება და სხვანაირად შეხედოს და შეიძლება საკუთარი თავის ზულდეს იქიდან გამომდინარე რაც გააკეთა მაგრამ რაღაცა მექანიზმი და რაღაცა მეთოდი უნდა არსებობდეს რომ აი იმას ხნა რა დაჟჯის ახლა ეს მე არ მიკვირს ახლა ეს ამბავი რა შენზე ყავია ვიდეოში არა მაგრამ ყოველდღე ხდება ეს იყო ყოველდღე ხდება რა ეგეთ რაღაცა ნახე просто მე ვიცი მე ბოლოს რა მოყვება 18 წელს რო ხდებიან მინდიან ქვეყნიდან იმიტომ რომ ამას უგროვებდნენ ისედაც რა ზოგიერთ ხო და რავი თუ არასრულწლოვანი ხარ და ასეთ თემებში ხარ აი просто გიღირს რომ ახლა ფულის ანაცვლად მე გაქცევა ის ანუ არავის არ უღირს რა იდეაში რა ეგ უგროვდებათ ეს დანაშაულები და მე რამეს უმეტესობას უმახსოვრებენ რომ მე უკვე 18 წელს რო გახდება всё გამოგიჩინე ყველაფერს ასე საკეთებდი რა და ანუ ბიჭო არა ეხა ისეც ასეც არაკომფორტული ცხოვრება შეიძლება იმ მომენტში შენ უხსი ხარ ნახე რა ვქენი რაღაცა მაგრამ მეორე მომენტში просто არ გიღირს რა ხო რა თქმა უნდა არც სულიერად არ გიღირს არც შენ პონჩი ცხოვრებისთვის არ გიღირს რა ადრე ხო ეგა მოპედი მოპარეს ვიღაცას შეკვეთის სასატანად რო იყო ასული და მოპედი გაუწიეს აი მოპედის მოყარვაც ანის არის აი რავი იმინა აღარაფერი აღარ მეკვირს რა არა აი რავი მოპედის და მოტოციკლეტის მოპარვად რაღაცები ხო ძალიან ხოჩი იყო მაგრამ რავი მე რომ მივაგნო და ძალიან ბევრი საშუალება არის დღეს მაგისთვის რომ მიაგნო ტიპს იმიტომ რომ შეიძლება GPS-ი გედოს აერთა გიგდოს იმაში ან რაღაცა ალბათ დავწვა ოჯახიანა ხელი რო დაადოს ჩემ მოტოციკლეთს ან მოპედს ან რამე ორბორბლიან ტრანსპორტს მანქანა გაიკეთოს ტრაქშიც ბო წაიღოს რა ვისაც უნდა იქნება ასე რომ თუ გინდათ მანქანები მოიპარეთ გას რამდენიც გინდა აი გუნდიშა მანქანაზე ორბორბლიან ტრანსპორტს ხელი რო დაიდოს
ოჯახიანად დავწვა გეუნები, არ მაინტერესებს ის არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი. მამა ხო იქნება სრულწლოვანი. კურიერებს არ მოპაროთ მეთქი და ოჯახიანად დავწვაო. არ შეიძლება. რაღაც ცოტა ჰუმანური ბერკეტი შევიმუშაოთ მეთქი რომ ძალიან არ დავწვაო ბავშვები თქონდა. ძალიან პირადულს არ უნდა შეეხო ბიჭო, არ შეიძლება. აი ეს არის ჩემი საყვარელი ნიუსი. ბათუმში დაიწყეს, ანუ პარკირებები ხო არის რაღაცა ქალაქში განთავსებული და ვიღაცებს აქვთ თავის პონჩი რაღაც ის მიტანილი, ეს დააგდებენ რაღაცას, ის და ჭარო. კი, ვიცი. შეიძლება ქალაქიდან წავიდნენ ერთი კვირა არ იყვნენ სახლში. და ეს რაღაც აგდია რა, იმიტომ რომ ჩამოვა კარგად დააპარკინგოს რა ვიღაც ჯიგანო და იმინეს სავსე არის ეგეთი რაღაცები თბილისი იმინეს სავსე არის რა. რადგანაც ჯერ ბათუმშიც მაგარი პრობლემა არის პარკირებებზე, ალბათ შეიძლება უფრო მეტი პრობლემაც არის, მაგრამ ბიჭო აქაც უკვე რაღაცა მისახედი არის შლაგბაუმები რომ დაჭრეს რომელიც დაჭრეს ბიჭო ვიღაცებს შლაგბაუმები ჰქონდათ როგორი გაკეთებული ხა ჩემთან მაგალითად იყო უბანში რომ ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი შლაგბაუმებით რა იმენა ქუჩა იყო რა გამტარი ქუჩა ჩორო და ეგ აქეთ იქით შლაგბაუმი დააყენეს ამეზობლო უბანში ხარ შე ვერაზე და ვერაზე იყო გადაკეტილი ვერაზე იყო გადაკეტილი ერთ-ერთი ძალიან ისეთი ის რა ელიქიშვილიდან ჩასახვევი იმენა ქუჩა იყო დაკეტილი რა ზემოთაც იყო შლაგბაუმი ხო და აი რავი ეგეთი რაღაც ის რატო უნდა გაატარო რამდენი წელია თან იცი ეგრე არის რამდენი პერიოდიდან მოყოლებული ხო და რა ბედიეცია მოუჭრეს ახლა ის შლაგბაუმი მე მგონი კიდე არის ქვევიდან არ ვიცი არა ორივე მხარეს მოჭრეს მაგრამ გვერდითა ქუჩა რაც არის ხო იცი ჩიხში რო ჩადის არკასთან მანდაც ხო იყო შლაგბაუმი მანდაც ხო მოჭრეს და ეხა სეტკა გააბეს უბრალოდ არ ვიცი ხო ნუ აი პროსტა რა არის იცი ერთის მხრივ მისაღებია მომწონს მართლა მაგრამ ამით პარკირების პრობლემას ვერ მოაგვარებ ანუ პარკირების პრობლემა მაინც რჩება ეხა იქ ტიპს ედო იმიტომ რომ შეიძლება ცხოვრობს მანდ და მოყმარებული ქონდა მთელუბასთან რომ ჩემი ადგილია პირობითად მაქვს საუბარი რა და ეხა ვიღაცა ნებისმიერი ჯუაკი დააყენებს რა რომელსაც უბრალოდ მაღაზიაში შეიძლება გარბენა ეზოში თუ არის იქ თემა რომ მე ეზოში რაღაც ადგილი მაქვს და დავაყენე და ეს ჩემი ადგილია და მე ჩავკეტე ან რაღაცა ბაზარი არ არის თუ პარკირების ადგილას დებ რაც ეხა ის ზონალური პარკირებები რო არის და იქ რა ქვია ჩვენ ოფისთანაც რავი ჩამწკრეებულია ხოლმე შემე ისინი უწყიათ ვიღაცა სასტუმრო არის რაღაცა თუ ის და დიდი ანუ ორი ცალი ის აქვს ნაკიდი მარტო და ჯაჭვი აქვს დიდი გაბმული ერთ სამი ადგილი დაიკავონ შეჭა ისიც რამოდენიმე წარუგდებთ დაშე რა ანუ ეგ ხა რავი სობა რა რავი ბიჭო ხო არა გავიგე მაგრამ პარკირების პრობლემაზე მაქვს მე ზოგადად საუბარი რა როდესაც ვითომ ეხლა არის აუცილებელი გახდა რომ კორპუსს თუ აშენე პარკირება უნდა გაუკეთო მაგრამ პარკირება ორჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე ის სახლი შეჭრ ხო და ვერავინ ვერ ყიდულობს ის პარკირება ცარიელია მე პარკირება უნდა იყიდო არ არის პარკირების არზე არა ხარ პარკირება იყიდე მანქანაში დაიძინე ხო ორმაგი ძალიან მაგარი ის დაიწრი რა ქვია სახლი მანქანები ვიყიდეთ ხო და პარკირებები გავნახოთ ადრეს city park-ს ხონდა ეგეთი ის კანონმდებლობაში დაულაგებელია რა გავიხსენე ფენი შენზე არ ნახე სინიუსი ან წეღანო გადაცემამდე რომ ხდება მეორეჯერ ოღონდ პირველად იყო იაპონიით შენიღებული ახლა სამხრეთ კორეით შემდეგი შეიძლება გადაიღეს ჩინერმა მეცნიერება გამოიგონეს რაღაცა რაც კბილს აღადგენს რეგენერაცია ხო რეგენერაციის რაცია აიღე და რეგენე დავუმატე რა რეგენერაცია რაციას უკეთებს კბილს და ძვალს ხო კბილზე ძვალს და კაი რაღაცა არის არ ძვალი არ არის და არც ის არ არის ვიცოდეთ რაღაც თემები ხო იყო მეზოს რა ქვია დაგითესავენ კბილში რაღაცას და მოგდისო და ისინი მე ჩემთან პირში არავის არ ჩავათესწინებ არაფერს რა შენ ქართული კაცი ხარ მოდი შენ გენაცვალ ისინი მართლა გავიდეთ ჩვენ და აბა რა წერს ეს არის რუსული პრავოსლავია ერთ ფოტოში ვლადივოსტოკში უსახყარო მამაკაცი საღამოს ეკლესიაში შეშვებას ითხოვდა იმ იმედით რომ იქნებ ცოტა მაინც გამხდარიყო არ შეუშვეს დილით ასეთი ნახეს ანუ ეკლესიაში არ შეუშვეს ადამიანი რომელსაც სახლკარი არ ქონდა და დილით გაყინული ნახეს მე ხა ვიტყოდი რომ რუსეთის დედა
მეთქე მაგას ყოველთვის ვიტყვი, მაგრამ ჩვენთანაც ძალიან ბევრჯერ მომხდარა ესეთი რაღაცა და ესეთი გამიგია. კონკრეტულად არ გამიგია იმაზე, რომ ეკლესიაში არ შეუშვეს ან რაღაც ეგეთი ფაქტი, მაგრამ ძალიან ბევრი ეკლესია ვიცი, რომ შეიძლება ღამეღია იყოს და უბრალოდ დაკეტილია ხოლმე რა. ანუ სისულელე რავი და ძალიან ბევრი ადგილი არის საერთოდ ქალაქში ისეთი, რომ აი 200 ლარის დახარჯვით შეიძლება რაღაცა გააკეთოს ვინმე და რაღაცა ლეიბი და დაიკეტაო ბავშვთა სახლი რომელიღაცა რუსთავში დაიკეტა ბავშვთა ხო აი მე რა ქვია ზუსტად დამავიწყო აი შენ სანამ მაგას იხსენებ ახლა მამაო გამოვიდა კაბარს ეკლესიას გამახსენე რა ის არაბიზაციაო ბიჭო არაბიზაცია რო ხდება ეს არაბები რო ჩამოდიოდნენ ხო გამოვიდოდიო მე არიქა შე თუ გამოვიდოდი რაღა გვიჭირსაც ფაქტი დამიდეთო. საადო არაბები, საადო. ფაქტი დამიდეთო, ფაქტიო. აი ბატონო, ჩარტეს ტელევიზორი რა. ქართული გეი არ არსებობს, გეი ხარ? არ ვარ. ლოგიკურია. არა ბიჭო, ეს უსახლკაროების თემა არის ყველაზე ყივნეული და ჯიპიდან ალბათ ხო, რომელსაც დაბურული შეშები, ძალიან სხვანაირად ჩანს ალბათ უსახლკაროები არ ჩანან იმ ჯიპიდან, რავი. ეხა ხო იცი რომ მაგის გამო მაგგარს გვაგინებენ ჩვენ. აი დამემთხეს ვისაც უნდა ვინც მაგის გამო მაგინებს არა მე თემა შეიძლება არ იყოს გულთან მისატანი ვინმესთვის მე უბრალოდ მინდა იმის თქვა რომ არასწორი საქციელი არის არასწორი საქციელი არა აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთებს ამ არასწორს უნდა ვიყოთ ობიექტურები იქნება ეს ჩემი საყვარელი მომღერალი თუ მწერალი თუ ვინც არ უნდა იყოს თუ იქნება ეს მამაო რომელსაც ანაფორა აცვია და ჯვარი უკეთია გისა თუ არასწორ საქციელს აკეთებს მე მაქვს უფლება მორალური რომ გავაკრიტიკო ის და ვთქვა რომ არ ვიცი ხა რამდენი ობიექტური იქნება ეგ მოდი ნახე მე ფაქტები ვილაპარაკები ბიბლიაში პირდაპირ იწერია არაფერი გააღმერთო რაც არ არის ღმერთი ესე იგი არ გააღმერთო მატერიალური რაღაცა რაც არის ღმერთი როდესაც შენ ხარ მამაო და გიწერია ბევრი რაღაცა ბიბლიაში რასაც უნდა ითმენ თუნდაც აქ რო გავარტყავენ აქედან უნდა მიიღო თქვენის ვალდებულება გაქვს, ყველაფრის ვალდებულება გაქვს და ასე შემდეგ. ანუ შენ მინიმუმ უნდა იყო იმის მაგალითი, რომ ადამიანმა ნახოს, რომ სიმდიდრეში არ არის სულის შვება და ღმერთთან კავშირი. მე ვარ ძალიან რელიგიური. ბიბლიაში პირდაპირ გიწერია, რომ არ გააღმერთო ფული. არ გააღმერთო ის, რაც არ არის ღმერთი, არ იყო მაგის მონა. და როდესაც მამაო ჩამივლის Lamborghini Urus-ით და Mercedes GTS-ით, ცოტა პროტესტის გზნობა მაქვს, რომ მე ეს უნდა იყოს ჩემთვის მისაბაძე ადამიანი, მე ამას უნდა ჩავაბარო ახსარება. როგორ მივიდე რა ჩემ ცოდვებზე ველაპარაკო, თუ როგორ ბინძურად ვიშოვებ ჭყალებში ფული, ჭყალებში ბინძურად ვიშოვებ ფული რაღაცა. როა ესე ვიშოვე მამაო და მაპატიე და რაღაც და იმან მიხარ შეგინო შულო როცა რეალურად ვიცი რომ მამაობით GTS-ის ფულს ვერ იშოვი და გელენდვაგენის ფულს მაგაზე იდეაში მთელი ქვეყანა უნდა მთავრდებოდით რა დაგვამინდა რაღაცა არა იდეაში ეგ ქვეყანა კი არა სოფლიო უნდა მთავრდებოდეს მით უმეტეს მართლმადიდებელი რომ ეს გიწერია ბიბლიაში და მაგბიბლიას უნდა მიხვდე მაგითო კი არ ვთქვი ზოგადად ფაქტი ვთქვი რომ ამ სიტყვების მერე რა რეაქციაც წამოვა და ხშირ შემთხვევაში ეს რეაქცია და მე როგორც სექტა იმაში გაცხრებულში ხონდა ხუმრობა როცა სხეულს ვერ აკონტროლებ და ის იყო რა ქვია ლუკა მოვიდა და დამლოცე მამა ანუ ეგეთ ხუმრობა იყო მაშინ გასაგებია ეგ ხუმრობა გადააზიარეს Facebook-ზე და ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა მოკითხვა მას აქედან თუ მიყურებს და ოდესმე თუ ნახავს ამ ვიდეოს ისე მწარედ მაგინა და ისეთი სიტყვები გამოიყენა რომ დარწმუნებული ვიყავი რომ მაგის page-ზე რო გადავალ Facebook-ზე თავარი სურათი ექნება 3-6-იანი და აქეთ სატანასის იმიტომ რომ ეგეთი სიტყვები ადეკვატური ადამიანმა არ უნდა ეძახოს მისთვის უცნობ ადამიანს რა მაგრამ სამების ფონზე ქონდა გადაღებული სურათი შვილებთან ხელში და კაი დედმამიშვილო თუ მართლმადიდებელი ხარ და თუ ეგრე უყურებ ცხოვრებას ცოტა დაფიქრდი რასაკეთებ სანამ ამომიტრიალებ ყველაფერს და მე კიდე Facebook-ზე რომ აგინებ კომენტარში მოდი მიპოვე ხა მე შენ გეტყვი რთული საპოვნელი ვარ თუ რა მოდი და პირში მითხარი და მე ვნახოთ ვინ უფრო ის არის რა ქვია კაი და საყვარელი ტიპი ერთ-ერთ სკოლაში აღმოაჩინეს ბაღის კვების ობიექტი საბავშვო ბაღში ფრინველის ხორცი რომელიც იყო დაძველებული და რაღაც საშინელ მდგომარეობაში საცხობში ოდესმე აღონ არ ვამბობ მე თბილისიდან რომ გადიხარ და უკვე ხაშურში ხარ და ასე შემდეგ
საცხობში ხორციანი რაღაცა, აი კუბდარი ან რაღაც გიჭამიათ? კი, მქონი, არა ერთხელ მქონია გამოცდილება. აი არასოდეს არ ვეკარები ვეგანი ხარ? პიცას, არა. საცხობში არა, ხო, პიცა. ძალიან დაბალი ხარისხის მისგან არის რა თქმა უნდა. არ ვიცი, ძმა, აი სკოლაში რომ ბავშვს აჭმევ ამას, მე რა უნდა ვიფიქრო საცხობში რომ მივდივარ, რომ რას გამიკეთებს ტიპი? ანუ fast food-ზე და თან იაფიანზე, ბჭყალებში იაფიანზე. ცუდი ის არის, რომ მეც პატარა შვილი მყავს. ძალიან მანაღულებს იმას რა შეუულია შევიდეს რომ ბუფეტში იყიდოს რაღაცა ძალიან ის არის რა შენთვის პირადული. მაგრამ მაქამდეც და სანამ მაქამდე მივალ რა სჭამს იმდენი რაღაცა არის რაც სასწავლო სისტემაში რაღაცა მგონია რომ მოსაწესრიგებელია რომ უკვე არ მგონია რომ ერთ-ერთ პირველ ადგილას იდგას და აი იმდენად აურზაურია იმიტომ რომ ჩემი შვილის გამოყვანა და სხვა სკოლაში გადაყვანა მომიწია იმდენად სისულელის გამო ერთი ვიღაცა ტიპი აი ერთი ვიღაცის გამო კონკრეტული მასწავლებლის გამო რომელსაც პედაგოგის ლიცენზიაც საერთოდ არ ქონდა და პროსტა შეჭრილი იყო შეხიზნული იყო იმ სკოლაში ანუ საზიზღრობები ხდება და ყვების გარდა რამეს თუ ყურადღებას მიაქცევს რა სასწავლოის რა ის ექნებოდა თავის გამართლება თქვენი აზრით ამაზე ვიცებს ჩაქვჩა მაცივარი გაიტი დენი წავიდა და ხო ჭავჭავაძე წერია საგა ჭავჭავაძის გამზე ხო ჭავჭავაძეს და საბურთალოზე დენი არ იყო ცოტა ხნის სხვათა შორის დიდი ხნით როცა ეს რუსთავიორმა თქვა დაჟე მაშინ იქნება მაშინ არ იქნება მართლა ხადა ოტო რა ის არის არა თავარი პრობლემა ქვეყნის ის არის რომ პრობლემებზე თვალს ხუჭავთ რა ალბათ რა და თორე ყველაფერი რაც გვაქვს პრობლემა ყველაფერი გამოსწორებადია მაგრამ ხალხის მონდომება არის მაგისთვის საჭირო უბრალოდ მივეჩვიეთ რომ აი კომფორტის ზონა კაი რა მოხდა მე შეჭამენ იმას რა და მაგას ხო გაუკეთებდა ეხა მართლა ეთყობა გადაგდება დაიკიდე რა ხო რა ნაიჩიო კაცო გავარ რა ხო და ანუ აი უბრალოდ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვიცოდეთ, ერთმანეთის სიყვარული და უნდა პრიორიტეტები დავალაგოთ სწორად რა არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი. სინაზო ილო ყავდოთ, ხო? ხო. გვეშველება რამე, გვეშველება რამე. ერთხელ საქართველოში. როგორ არის ერთხელ საქართველოში? ვაკაჭი და ილობეროშვილი რო იყვნენ. ერთხელ საქართველოში. ვაკაჭი მახსოვს, მაგრამ ის რო არის ამდე არა ისა კიდე ხო ის ეს მახსოვს ხანდა ის არ მახსოვს ახლა ეს ხო და ეგ იყო ის შესავალი გვეშველება რამე არ მახსოვს გვეშველება რამე აბა რა გახსოვს ერთხელ საქართველოში მიკროფონზე ზასაუბა ხო გახსოვს ხარ აი ესა მეც ვერას მახსოვს თან შენ რა გითხრა ჩიფსი რო არ ჭამ მე ესე ვჭამ ხოლმე ჩიფსო და მე რეალდება და აი მითხრა ხო ბიჭო ძალიან მაგარი ნიუსი მაქვს ბოლო თქვენთვის ბიჭებო სასიხარულო ინფორმაცია მუსიკალური ინფორმაცია. მიდი აბა. არ ვიცი ისე თუ არა, მაგრამ ტრიო მანდელი არის წასული ქვეყნის რაღაც მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტურნეს ატარებს. წახვედი. არაფერს დამგარობა. მიიღო ეს ინფორმაცია ფეხზე დამგარება. როგორც ვიცი, იყვნენ კანადაში ხო? კანადაში იყვნენ. ეხლა უკვე გადაწავიდნენ სხვაგან. რაინაზე მღერია კანადაში, კანადურად. არა მე ვიცი რომ ზოგიერთ რუსულსაც ურევენ ხოლმე ესე ეს არის უნიკალური კადრი მინდა გითხრათ იმიტომ რომ სამიოს ფანდური ერთად ძირითადად არ უჭირავს ხოლმე ხოლმე ერთი არის ხოლმე დაჩაგრული ამ შემთხვევაში ის არის მარცხენა ფანდური არ არის სხვა ინსტრუმენტი არ მახსოვს რა ქვია ჩონგური ჩონგურ გიტარა უკან ხედავთ ვირს კებია მოვიდა ლოსი უკან შესანიშნავად ლოსი არა ირემია არ ვიცოდი ტრიო მანდილი თუ ჩვენთან ერთად იდგა ხოლმე იმაზე რა ქვია აქციებზე ჩვენთან ერთად მე მგონი ერთხელ შემომჩნიე მართლა კი მე ეს სურათი რო ვნახე ძალიან შემეცვალა ის რა ქვია ცხოვრება ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა პირდაპირ იმიტომ რომ თქვენთვის რა შეიცვალა ცხოვრებაში ჩვენთვის შეიცვალა ყველაფერი საერთოდ არ მეგონა რომ არ ვიცოდი რა ძმაო რომ ჩვენკენ იყვნენ რა აი არ ვიცი ხალხის გვერდზე რო იდგნენ და ხალხის გვერდზე არიან რა თქმა უნდა ეს სად არიან ნიუ-იორკში არიან ო ნიუ-იორკები მაგარია ნიუ-იორკები არის ფანდური ჩონგური რამე ჰა არა მე ვიცი ეს ჩონგურ გიტარა, სიძემრა მოგიტანა, არაფერი ბატონო, დალეწილი გიტარა.
ჯობდა არ მეთქვა ხო? ხო მე ვცნობ ხოლმე. ჯობდა არ მეთქვა. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ტრიომანდილის, არ ვიცი გიორგი რეებს მიაც მააცობს ხოლმე. მე რატომ საწინააღმდეგო? დიდი სიამოვნებით თუ გეკნებათ ბილეთები თქვენ კორცერზე დასასრები, მე სიამოვნებით დავესწრებით თქვენ კონცერტს. მე არ მომწეროთ ბილეთებთან დაკავშირებით. შენ არც მოგწერენ გიორგი ბილეთებთან დაკავშირებით. კონკრეტ წარმატებები შენ არ უსმენ. და გამიხარდა რომ კანადაში გაქვთ კონცერტი და მე ვიცი რომ ზოგადად ემიგრანტებს არ მოსწონთ და იმაშვებიან ხოლმე. ემიგრანტები ხა ლექსიკონიდან ამოიღება, იცი? ხო, ცოტა ხანში იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ აიც ქართული არაფერი არ შერჩენიათ მაგათ ეგრე ამბობენ, იმიტომ რომ აღარც ხმის უფლება აღარ აქვს არა. ის ტიპი ვინ იყო ძმობას გაფ. და ჩამოვიდა. ის ტიპი ვინ იყო იქ? ჩამოდის მომ მიეცხო და წარდის რა. ის ტიპი ვინ იყო ის ჩამოსვენებაზე რობაზრობდა უცნობთან ნავში რო იჯდა. მერეო, короче, იქ იხდიან გადასახადებსო, იქ იმაშვებიანო და მერე რომ მოგდებიანო მოაგითხავენ საელჩოს რომ ჩამოასვენეთო შეჩემა ქართული ფულითო. რა უნდა ვილაპარაკობენ ქვეყნის ეკონომიკაზე იმდენად კარგად მოქმედებს ნებისმიერი ემიგრანტი, იმხელა ფულს აგზავნიან და იმხელა დამოკიდებულება აქვს ქვეყანას ამ ფულზე, შემოდინებულ ფულზე, რომ არ მგონია რომ ვინმეს ჩამოსვენებაზე პრობლემა უნდა გქონდეს. ან არის საერთოდ არ ხარ ჩახედული. აქ უნდა კაც და სადაც უნდა იქ დაკრძალავენ. კენასზე ხო იყავი შენც. კენაზე არ გველაპარაკე, მაგრამ კაი დროს გავახსენდა შეჭა. გავედი ფინიშზე. ბიჭო, ის ვინ გამოვიდა რომ ღიღინებდა იქ რაღაცებს ვითომ? ჩონგურით? ბიჭო, ხო რა უნდა? გონი ნუ გადაიკიდე ნახევარი საათი. მეუნელა გავაგზავნო შეჭა. სახეს უხსნი ბიჭებს ფეტიში მაქვს წითელ ფერზე. სულ ეგეცვაზეა ხოლმე? მანი რა ის რაღაც ცალფოზე რო ეს. ვინო ვიცით ვინ არის? კი, მე ვარ, კაი ბიჭო, მე ვარ. სინამდვილეში ბენია. მე ვარ. მაგრამ კარგი, იქაც რო იყავი და აქაც ფერს. ძვირბას მეგობრა. იგი ჯეკი ჩემოგან და ის მიკროფონი რატო არ ეკავა პირთან? შენი ყავი ახლა. ჩვენზე ბევრი ჭორი დადი ჩვენ გვიყვარსა კრიტიკა. კალა რომ მიღებდა მაშინ არ მღეროდა ისიც და მე ახლა გავაკეთე. ჩემი სურათი დადესა ძალიან მოწყენილია ვარ კლუბში. მაგის გამოსვლა. ძალიან უცნაური სახით რო ვიყურები, იმიტომ რომ არ ვიცი ხო რა ვიცი ვინ გადაიღო, მაგრამ კაი, გიორგი. შარიკა მოიგო. ოდესღაც ყველაფერი სრულდება. თუკამ გადღლიზა ის. ძვირბასო მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა თქვენ რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. ასევე რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს წარმდგენს ლუდისას, ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას, რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება და ასევე ჩვენს მეგობარ კომპანიას ალკოსფეროს ალკოჰოლური სასმელების მაღაზიას, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ალკოჰოლური სასმელები მთელი მსოფლიოდან. კომენტარებში იაქტიურეთ, გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ასევე ბენის არხი იქნება აღწერაში, როგორც გითხარით და არ დაგავიძდეთ, იქაც გადადით. ნუ ახლა გასაგებია რომ დიდაც არ გინდას, მაგრამ ნუ ჩემი ხათრით რა გიხვეწებით. კიდე კაი სტუმარს მადლობა გადაუხადე რომ გეწვი. მადლობა. მადლობა რომ მიმიღეთ. კარგი ხალხი ხარ, სასიამოვნო სალაპარაკო ბრძანდებით. დრო ისე გარბის თქვენთან საუბარში მგონია რომ 5 წუთის წინ დავჯექე. მგონია რომ უცინ ბოლტია. ას მე ფერები და ამიყარებენ ხის. ხელზე მომეთათოლე. გეგაიმერე ხალხო. ჯოს. აბა ჰე. ბიჭი ძალიან რომანტიკულია.